კასპიის რაიონის სოფელ მეტეხში ბევრი რამის გამო ამოყობენ. ერთ-ერთი უძველესი გიმნაზიის შენობით შუა საუკუნეების ეკლესიის სტალინის ბრინჯაოს ბიუსტი და თქვენ წარმოიდგინეთ ვლადიმერ პუტინის დედი. ამ ლეგენდის თაობაზე ჩვენ რამოდენიმე წლის წინ მოგიღებით იმ დროს პუტინი პრეზიდენტობის თანამდებობაზე პირველ ნაბიჯებს დგამდა და მეტეხელები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ის ფიქრობენ დღეს ისინი და პუტინის ეგრეთ წოდებული დედა პაშა კვესელაძის რეპორტაჟიდან შეიტანოთ. Что они получат по морде как следует. Если есть пункты управления за территорией, за зоной конфликта, значит, удары должны быть нанесены туда. Арикоефити боротилов ткуат маграм. Ратуну купили коефене армегона. Ратари да борото буган райса. Висме зезитайс. ვერა პუტინა რუსეთის პრემიერ-მინისტრის საქციელით უკმაყოფილოა. მას უკვე დიდი ხანია ვლადიმერ პუტინი საკუთარი შვილი გონია, რომელიც დაახლოებით 50 წლის წინ ურალში დატოვა. ეს აზრი 8 წლის წინ გაუჩნდა, როდესაც ვლადიმერ პუტინი ტელევიზორში პირველად დაინახა. იცის, რომ რაღაც დეტალები არ ემთხვევა, მაგალითად დაბადების თარიღი. ახსოვს, რომ თავად ვოვა პუტინი 1950 წელს გააჩინა. რუსეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ბიოგრაფიაში კი დაბადების თარიღად 1952 წელია დასახელებული. ახლანდელი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერისია. ვერა პუტინა კი სხვა სახელსა და გვარს იხსენებს. Პირველად პლატონი. პირველად. ეს სტომილებები დიდად არ აღელვებს. ფიქრობს, რომ მონაცემები განგებაა შეცვლილი. ქალბატონი ვერა შულთან განშორების დეტალებს იხსენებს. Აი აქ ბაღებში და კადრბიქებს აკაული მეზობლები რაღაც. არ მინდოდა ეგრე ყოფილიყო. დამქენიკ მარიტა სახლი უნდა მაგასა და მედიტა ავაშენო და ის დაიცოდა თავიქონა იმით. ვოვა პუტინს მამობილი სოფელში მეტეხში 9 წლამდე უცხოვრია. მესამე კლასელი კი დედამის ისევ ურალში საკუთარ მშობლებთან წაუყვანია და იქ დაუტოვებია. მას შემდეგ ერთმანეთი აღარ უნახავთ. მეტეხელები დღესაც იხსენებენ ისეთ დეტალებს, რომლებმაც ვლადიმერ პუტინს შესაძლოა საკუთარი ბავშვობა გაახსენოს. აი კაბაიკა დააკვიდით. აი უცთავი ვაკ. რეზერვი საკ ნახულეთი აი ქუაკ აი. მისადა პუტინსა მე 79 წლის კაცი ვარ. და მაგას ერთი კაუჩო ძოხა ხავდა რომ ხიდის ქოშა ყოლა ხომ და ის ძოხა გეექცა ვერა მოიყვანა საკამოდა აი ვიკაცა სხვა აი გოგია. აგვისტოს მოვლენების დროს მეტეხი არ დაბომბილა. სოფლის მაცხოვრებლებმა ეს ფაქტი ვერა პუტინას ისტორიას დაუკავშირეს. ესე თქვი რომ იმიტომაც დაბომბეს მეტეხი მეთქი რომ პუტინს უთქვია რომ არ დაბომბოთ მეტეხი. ისე შეიმბრალი იყო რომ არ დაბომბეზე მე უცხელი არა. წადით ეკლესია ანტესანტელი და შეეხოთ ჩიშობლის ხათი მაგან გადაგარჩენა მეთქი. მე არა მე ჩენრა ბრალე ჩენრა. Სულიდახი მილიონერი უნდა ნახონეთი ნაკურთოს მაგრამ არა მაგდროი რომ ისმეთან იქონს ნედა მიდე მაგასთან. А потом я его совсем потеряла. Я никогда его сдали туда. Потеряла совсем. ეს ინტერვიუ პოსტსკრიპტუმმა 8 წლის წინ ჩაწერა. მაშინ მეტეხში მცხოვრებ ქალბატონ შულთან შეხვედრის იმედი ისევ ჰქონდა. საქმე მაინც შვილია და ბა როგორ უთხრა. მაინც შვილი იყო მაგრამ რა ვქნა ახლა. ეხლა უკვე ისეთ მოხუცდება და ამით უკვე მოხუცდება. რა ვქნა მე ჩემთვის ის დავისწრა. ეგრე არ არის. მე რა უშვილი რამე თუ დავარიგე პრანესა თუ რა მე აკავარდა ისე რუსეთში ვერა მაგასაც საქმე არაფერი არ მაქვს. სოფელში ვოვა პუტინის ფოტოები აღარ შემორჩა. ამბობენ რომ ნაწილი უშიშროებამ წაიღო, ზოგი კი გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. ერთი ფოტო რუსთავი 2-ის არქივში ინახება. ეს კი ვლადიმერ პუტინია ბავშვობაში. ამაზე ჟურნალისტები ალბათ მანამდე მიაკითხავენ, სანამ საბოლოოდ დადგინდება, ნამდვილად არის თუ არა ვლადიმერ პუტინი ის ბავშვი, რომელიც კასპიის რაიონის სოფელ მეტეხში ცხოვრობს. სიმართლის დასადგენად ყველაზე სარწმუნო ალბათ ამ ორი პიროვნების დნმ-ის ანალიზის ჩატარება იქნებოდა. გამომშვიდობებისას ვერა პუტინასთან ერთად მე და ჩემო ოპერატორმა ლევან თეთვაძემ სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ.
ჩასული